მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Top News. შიმშილობის 31 დღე სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. სასაფლაომდე მისასვლელი გზა თუ სანიაღვრე არხის მოწყობა, რომლის არარსებობაც საცხოვრებელ სახლს აზიანებს. რაზე იმსჯელეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გთავაზობთ სიუჟეტს. მნიშვნელოვანი ის არის, რომ სანიაღვრე გაკეთდეს. იმიტომ რომ სახლი მენგრევა. ეს ახალციხის სოფელ მუგარეთში ლომიძეების საცხოვრებელი სახლია. კადრებში ხედავთ რა მდგომარეობაშია იატაკი და არა მხოლოდ. მასთან ერთად საცხოვრებელ სახლში ნესტისგან დაზიანებულია და დაბზარულია კედლებიც. კანალიზაცია რო არ არის, ის რო არ არის, სულ გრევითია, ნაკლებარა ნორმალური ამსახსა. ოჯახში გვეუბნევიან, რომ სახლის დაზიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის სანიაღვრე არხი, უფრო სწორად მისი არქონა. ნალექის შედეგად დაგროვებული წყალი პირდაპირ ეზოში ჩაედინება და სახლს ეტაპობრივად ანადგურებს. საიდან მოდის ეს წყალი? ანუ რა პრობლემა? წყალი მოდის ბოსლიდან, გამოსული წყალი. გზები რომ არასწორად არის უკვე და აიყარა და თუდად არის არა, იმიტომ და აწვება და შემოდის პირდაპირ სახლთან და ბუჭდება. სანიაღვრე უფრო ჯობია რა, უნათაბათ ხო ხალხი ვართ არა. ლომიძეებმა სოფელში სანიაღვრე არხის მოწყობის საჭიროებაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუგარეთში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. პრობლემა პრიორიტეტებშიც დასახელდა, თუმცა მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით, ისევე როგორც სოფელ კლდეში, აქაც სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია არჩიეს. 3 წელიწადია ბიჭო, 3 წელიწადია სანიაღვრე ვერ გააკეთეს, 10 მეტრ მაინც ჩააგდო შესახავმა. ეს როშიაში. რა? აქამდე იყო გაკეთებული. რამდენი წელია? წყალი რო შემოიყვანეს, მე ასე დადგა გზა. რამდენი წელია და მაგითო? არის 3 წელიწადი. 3 და 4 მეტი არა? არა. მაშინა გზა რომ მოხეშა მედიქიძემა ასე იყო, ზედამხანზე ქონდა დახანება იმასა. წყალს სანიაღვრე, ზედამხანზე იყო. ახლა წყალი რო გამოიყვანეს არა? რო ჩაყარეს ეშლანგები, ჩემ ხარეს ჩაყარეს, თქვენ ხარეს. ახლა ასე დადგა, მოდის მეზობლიდან, წუხი და პანჯრადი არის ამოსული. რო წვინს არა? ხო. მეზობელსა ბოსელი აქ ჩემს იქიდან. ზის პირას არის ის ბოსი. ეს წუხი გამოდის და მოდის ჩემ ეზოში. სოფელ მუგარეთისთვის პროგრამის ფარგლებში 12,000 ლარია გამოყოფილი, რომელიც, როგორც მუნიციპალიტეტში გვეუბნევიან, საჭიროებისამებრ შესაძლოა 36,000-მდე გაიზარდოს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ახალციხის მუნიციპალიტეტში 6 თებერვალს დაიწყო და 24 თებერვლამდე გაგრძელდება. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს. მისი და სინდისის ყველა პატიმრის სოლიდარობის, განთავისუფლებისა და ახალი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნით უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება ახალციხეშიც. რა ხდება ორგანიზმში შიმშილობის ერთი თვის თავზე? ვკითხეთ ექიმ-ენდოკრინოლოგს ლაშა უჩავას. ვნახოთ ვიდეო. ამ დროს რა თქმა უნდა რისკები იმისა, რომ მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდეს, არის ძალიან მაღალი. იმიტომ რომ პროცესები ამ დროს მიმდინარეობს ძალიან მწვავედ და შესაძლებელია რამოდენიმე წუთშიც კი შეიცვალოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, არათუ რამოდენიმე საათში. რამოდენიმე წუთში შეიძლება დადგეს უცებ მწვავე უკმარისობა ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოთა სისტემების, როგორიც არის თირკმელი, როგორიც არის ღვიძლი. რამოდენიმე წამში შეიძლება მოხდეს გონების კარგვა, რამოდენიმე წამში შეიძლება მოხდეს ესე ვთქვათ ნერვული სისტემაზე გარკვეული ზეგავლენა. ამიტომ აქ თითოეულ წამს და
გადაწყვეტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხოლმე ჩარევის თვალსაზრისით შემდგომში, სამედიცინო ჩარევის თვალსაზრისით და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვინაიდან წინასწარ ვერ განსაზღვრავთ რა დროს რა შეიძლება მოყვეს აი ამ შიმშილობას, ამიტომაც არის სწორედ მნიშვნელოვანი, რომ ის იმყოფებოდეს სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ. მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შიმშილობის 30-ე დღეზე და კონკრეტულად ამ ადამიანზე, აქ უკვე ჩვენ როგორც ვიცით, იყო ჩატარებული უკვე გარკვეული, ესე ვთქვათ, კლინიკო-ლაბორატორიული ტესტები, სადაც იქნა ნანახი გარკვეული, ესე ვთქვათ, დეფიციტი სხვადასხვა ვიტამინების და მინერალების და ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტთან შეთანხმებით მოხდა ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელოვანი მინერალების და ვიტამინის ინფუზია, ანუ გადასხმა, რომელიც აუცილებელი არის იმისათვის, რომ ჩვენ პაციენტს, ანუ ადამიანს ამ შემთხვევაში შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობა, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ მასთან არ დარჩეს ის შეუქცევადი პროცესებით განვითარებული პათოლოგიური ცვლილებები, რაც შესაძლებელია ამ დეფიციტებმა გამოიწვიოს. სახეზე გვაქვს დემონიზების მცდელობა. ამბობს Human Rights Watch-ის დირექტორის მოადგილე ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. Ვრცლად გთავაზობთ სტუდია Washington's მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს doc.tv.g და Facebook გვერდს doc.tv. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე. Rachel, thank you so much for this interview. Rachel, მადლობა ინტერვიუსთვის. როგორც იცით, ქართული ოცნება ცდილობს, რომ გაამკაცროს ნებისმიერი კანონი, რომელიც რაიმე ფორმით ქუჩაში მყოფ დემონსტრანტებს შეიძლება შეეხოს. მათ ადმინისტრაციულ საქმეებზე დაკავების ვადა 15-დან 60 დღემდე გაზარდეს. შედარებისთვის, ბელარუსში ადმინისტრაციული დაკავების დრო 15 დღეა, რუსეთში კი 15-დან 30-მდე ადმინისტრაციული დანაშაულის ხასიათის მიხედვით. ეს რიცხვები და შედარება რას გეუბნებათ? Does this comparison and do these numbers tell you something? Yeah. Well, first, thank you for reaching out to Human Rights Watch. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ Human Rights Watch-ს მოგმართეთ. ახლა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე გავამახვილოთ ყურადღება. რაც შეეხება ქვეყნებს შორის შედარებას. რუსეთი და ბელარუსი მძიმე ავტორიტარულ მიმართულებას უკვე წლებია მიხვევიან. Human Rights Watch-ი ცდილობს ქვეყნები არ შეადაროს ერთმანეთს და ქვეყანა მხოლოდ თავისსავე მონაცემებისა და მოვალეობების მიხედვით. ადამიანის უფლებების იმ ვალდებულებების მიხედვით შევაფასოთ, რომელიც მათ საკუთარი ნებით დააწესეს. თუმცა ამის მიუხედავად, რიცხვები რა თქმა უნდა ბევრზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ვცდილობთ საქართველოს, ბელარუსს ან რუსეთს არ შევადაროთ და ეს არც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ რიცხვებზე და რიცხვები საკმაოდ ობიექტური რამაა. მნიშვნელოვანია იმის გახსენება, რომ საქართველოში, რომელსაც საბჭოთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი მემკვიდრეობით ერგო, ადმინისტრაციული დარღვევის დრო 90 დღე შეამცირეს. ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რადგან დაკავებულის უფლებები იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული დარღვევისთვისაა ადამიანი დაკავებული, მკაცრად შეზღუდულია. ასე რომ ვფიქრობ, ძალიან მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ ქართული ოცნება ამ დღეების გაზრდას 60 დღემდე ცდილობს. ეს უფრო დიდი სურათის ნაწილია, სადაც ქართული ოცნება ცდილობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ კრიზისი გამოიწვიოს. These are not the only changes. There are multiple changes. თუმცა ეს არა ერთადერთი ცვლილება. საუბარია იმაზეც, რომ ზოგიერთი ადმინისტრაციული ბრალდება სისხლის სამართლის დარღვევად გადაკვალიფიცირდება. საჯარო პოლიტიკური მოხელეების სიტყვერი შეურაცხყოფა დასჯადი გახდება, დახურულ შენობებში პროტესტის სპეციალური ნებართვის გარეშე ჩატარება აკრძალული იქნება და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რატომ ამკაცრებს საქართველოს მთავრობა კანონებს და ეთანხმებით თუ არა საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც შიშობს, რომ ხელისუფლება ამ კანონებს მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ გამოიყენებს? That Georgian government might use this against peaceful demonstrators and against their political rivals. Yeah. Well, it's all the things that you just said in terms of the
ყველაფერი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ და ის ცვლილებაც, რომელიც აქამდე უკვე შევიდა ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსში, სრულიად განურჩეველი, თვითნებურია. ვგულისხმობ იმას, რომ თუ არ ვწდებით ცვლილების მიხედვით, ეგრეთ წოდებული პრევენციული დაპატიმრებაა დაშვებული და ხალხის დაპატიმრება სრულიად უმიზეზოდ შეუძლიათ. შეიძლება გეგონოს, რომ უბრალოდ დემონსტრანტი ხარ, რომელიც მთავრობის ქმედებებს აპროტესტებ და ამ დროს მთავრობამ დაგაკავოს სრულიად თვითნებურად. რაც შეეხება იმას, რატომ აკეთებენ ამას. როგორც უკვე ვთქვი, ხელისუფლებას ქვეყანა ადამიანის უფლებების კრიზისამდე მიხავს. დავიწყოთ იმით, რა მოხდა გაზაფხულზე, როდესაც მთავრობამ ეს ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის კანონი მიიღო, რომლითაც ნათლად ცდილობს ჩაახშოს ოპოზიციური და კრიტიკული ხმები და სრულიად გაწმინდოს ქვეყანა ქართული არასამთავრობო სექტორისგან, რომელიც ასეთი ენერგიულია. არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან კრიტიკულები არიან მთავრობისადმი, არსებული კანონების ალტერნატივებზე მუშაობენ და საქართველოს მოსახლეობას უამრავ სერვისს აწვდიან. ასე რომ ვფიქრობ, ხელისუფლებას ძალიან სურდა არასამთავრობო სექტორზე უკიდურესი კონტროლი ჰქონოდა. ასევე მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია შეეჩერებინა, რაც ქართველი ხალხის უმეტესობის ნების წინააღმდეგ წასვლაა, ხელისუფლება ცდილობს ჩაახშოს ყველა განსხვავებული ხმა. ვფიქრობ, ისინი იმ გზას ადგანან, როდესაც ცდილობენ, რომ პრევენციულად შეზღუდონ და ჩაახშონ ნებისმიერი განსხვავებული აზრი და შეზღუდონ საზოგადოებრივი ქმედება. როგორც ჩანს, ისინი მუდმივად ქმნიან წინააღმდეგობას, მუდმივად ახდენენ სიტუაციის ესკალაციას, რომ შემდეგ ყველა ოპოზიციური ხმა ჩაახშონ. როგორც თქვენ თქვით, ყველაფერი უცხოეთის აგენტების კანონიდან დაიწყო. საქართველოში დემონსტრაციები სხვადასხვა პერიოდულობით გასული წლის აპრილიდან ტარდება. ნახეთ პოლიციის სხვადასხვაგვარი მიდგომაც დემონსტრანტებისადმი. თუ თავიდან ისინი წყლის ჭავლს, სავარაუდოდ რეზინის ტყვებსა და ფიზიკურ ძალას მიმართავდნენ, ახლა ისინი დემონსტრანტების სახლებში შედიან, ჩხრეკენ, აკავებენ მათ, სცემენ და სხვადასხვა ინფორმაციით დაკავების შემდეგაც ძალადობენ და აშინებენ მათ. როგორ აფასებს თქვენი ორგანიზაცია იმას, თუ როგორ უმკლავდება პოლიცია ასეთ სიტუაციებს? How your organization, how Human Rights Watch is assessing how police is handling the situation? Well, we have been documenting the violence against protesters and ჩვენ აღრიცხული გვაქვს დემონსტრანტების, აქტივისტების, სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები. ამის დოკუმენტირება 2024 წლის ადრე გაზაფხულზე დავიწყეთ, როდესაც საპროტესტო აქციები დაიწყო. დემონსტრანტებზე უმოწყალო თავდასხმები განხორციელდა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი აქციაზე იდგნენ, არამედ მაშინაც, როდესაც ისინი თავიანთ სახლთან იდგნენ, ან უბრალოდ ქუჩაში მიდიოდნენ, როდესაც მას შეურაცხყოფას აყენებდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი. ამ თავდასხმების ხასიათიდან გამომდინარე, ნათელი იყო, რომ თავდასხმა კოორდინირებული იყო და ასევე ადვილი მისახვედრი გახდათ, რომ ისინი საკუთარი ნებით არ მოქმედებდნენ და დავალებას სხვებისგან იღებდნენ. ასე რომ ყველა ასეთი შემთხვევა აღრიცხული გვაქვს. საქართველოს პროკურატურასაც მივმართეთ, ვკითხეთ, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდნენ გამოძიებისთვის და არა დამოკმაყოფილებელზე უარესი პასუხი მივიღეთ. გარდა ამისა, აღრიცხული გვაქვს უშუალოდ აქციებზე მომხდარი სპეცრაზმის სრულიად უმოწყალო თავდასხმები ხალხზე, რომლებიც უბრალოდ ქუჩაში იდგნენ. არ არსებობს აბსოლუტურად არაფერი, რაც ამ ტიპის ძალადობას გაამართლებს. ასევე ვერაფერი გაამართლებს იმას, რომ როდესაც პოლიცია ხალხს გამოათრევდა და პოლიციის კორდონის უკან მიათრევდა, სადაც მათ უმოწყალოდ სცემდა, მაშინაც კი, როდესაც ისინი უკვე ძირს ეცემოდნენ. ამის ერთადერთი მიზანი არის დასჯა, შურისძიება და სხვებისთვის დასაშინებელი გზავნილის მიწოდება. გარდა ამისა, როგორც თქვენ ახსენეთ, არის მთელი რიგი სხვა ქმედებები, რომლებიც ხელისუფლებამ განახორციელა ხალხის დასაშინებლად. დაკითხვა მათი სახლების რეიდები, მათთვის იმის თქმა, რომ სისხლის სამართლის გამოძიებას დაიწყებენ, ან სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ დაბარება და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ მათ მანამდე ერთგვარი გაშავების კამპანია ჩაატარეს გასულ გაზაფხულზე და ახლანდელი სიტუაციისთვის ნიადაგი შეამზადეს. გახსოვთ, რომ ამ კამპანიის დროს თბილისის მასშტაბით მათ პოსტერებზე ცნობილი სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების თუ პოლიტიკური აქტივისტების ფოტოები გააკრეს და მათ ჩირქი მოსცხეს. მოღალატეების, ეკლესიის და სახელმწიფოს მტრები ეძახეს. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამ ადამიანების წინააღმდეგ საზოგადოებრივი სიძულვილის და ეჭვის მობილიზებისთვის, რათა მათი დემონიზაცია მომხდარიყო. ასე რომ სახეზე გვაქვს დემონიზების მცდელობა, ძალაში ახლად შესული კანონები და ფიზიკური ძალადობა. ეს ყველაფერი ავტოკრატიის მშენებლობის საყრდენია. ესაა ნაბიჯები ადამიანის უფლებების მხრივ კრიზისის გამწვავებისკენ, რომელსაც ქართული ოცნება დგამს. თქვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ დაკავებულებზე. განიხილავს თუ არა თქვენი ორგანიზაცია მათ პოლიტიკურ პატიმრებად? ბევრს ჯერა, რომ ისინი პოლიტპატიმრები არიან, რადგან დაპატიმრებულები პროტესტზე ყოფნის გამო ჰყავთ.
only because they were protesting on the streets. Yeah, we try to look at ყველა საქმეს ინდივიდუალურად განვიხილავთ და ვცდილობთ იმდენი საქმე განვიხილოთ, რამდენიც ფიზიკურად შესაძლებელია, რადგან ახლა ასეთი უამრავი საქმეა. მაგრამ როდესაც ხელისუფლება ვინმეს აპატიმრებს ან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს, თუ ადმინისტრაციულ ბრალდებას თვითნებურად პოლიტიკური მიზეზების გამო წაუყენებს, მაშინ დიახ, ჩვენ მივიჩნევთ მათ ადამიანებად, ვინც პოლიტიკური მიზნით იდევნება. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა გარემოება და საქმე ინდივიდუალურად უნდა შევისწავლოთ. for political reasons, whether it's politically